ღირსი პორფირი კავსოკალიველი. ყველაფერი სიყვარულით, სიკეთით, სიმშვიდით, მოთმინებითა და სიმდაბლით მიიღეთ. ადამიანი ზოგჯერ გადაჭარბებულად წუხს გარემოების გამო, რომელშიც ქვეყანა იმყოფება. ადამიანი იტანჯება, როცა ხედავს, რომ ღვთისნებას არც თვითონ და არც სხვა ადამიანები არ აღასრულებენ. იგი სხვათა სულიერ და ხორციელ ტკივილს განიცდის. ეს ზემგრძნობელობა ადამიანს ღვთისაგან ებოძა, რომელიც ხშირად გვხვდება ქალებში. ასეთი ფაქიზი სულის ადამიანები განსაკუთრებით აღიქვამენ ღვთის უწყებას და მის ნებას. მგრძნობიარე სულებს ქრისტიანულ ცხოვრებაში წარმატების დიდი უნარი გააჩნიათ, რადგან მათ უყვართ ღმერთი და მისი დამწუხრება არ სურთ. მაგრამ მათ ერთი საფრთხე ემუქრებათ. უკვე თუ ისინი რწმენით არ მიანდობენ ქრისტეს თავის ცხოვრებას, მაშინ შესაძლოა ბოროტმა სულმა მათი სიფაქიზე გამოიყენოს და მწუხარებასა და სასოწარკვეთაში ჩააგდოს. ზემგრძნობელობის გამოსწორება შეუძლებელია. იგი შეიძლება მხოლოდ შეიცვალოს სიყვარულად, სიხარულად გარდაიქმნას და ღვთისმსახურებად. როგორ? მწუხარების გარდაქმნით. ყოველგვარი მწუხარება ქრისტეს შემეცნებად, მის სიყვარულად, მის მსახურებად გარდააქციეთ და თვითუფალი იესო ქრისტე, რომელსაც მუდამ სურს ჩვენი შეწევნა, თავის მადლსა და ძალას მოგანიჭებთ. მწუხარებას სიხარულით, ძმათმოყვარეობით და ღვთისმსახურებით შეცვლის. ამ გზით გაიფანტება ბნელი. გაიხსენეთ, რას ამბობს პავლე მოციქული: აწმიხარის ვნებათა მათშინა თქვენთვის. სულით ილოცეთ, უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. ყოველი განსაცდელის ჟამს ილოცეთ, ყოველთა და ყოველთათვის. იმას კი ნუ უყურებთ, რა შეგემთხვათ, არამედ ნათელს, ქრისტეს უყურეთ, მსგავსად პატარა ბავშვისა, რომელიც დედას შესცქერის, როცა მას რაიმე შეემთხვევა. ყველაფერს უყურეთ განცდის, მწუხარების და დაძაბულობის გარეშე. ნუ აიძულებთ თავს და ნუ დაიძაბებით. მთელი თქვენი ძალმოსილება სინათლისკენ სწრაფვას მიმართეთ, ნაცვლად იმისა, რომ აღშფოთდეთ, რაც სული წმინდისაგან არ არის. ყველა ეს უსიამოვნება, რაც სულში ილექება და რაც გაწუხებთ, შეიძლება რომ ღმერთის მსახურების მიზეზი გახდეს და მაშინ ეს უსიამოვნება აღარ შეგაწუხებთ. მიენდეთ უფალს, მაშინ პრობლემებს თავს დავაღწევთ და უფლის იარაღად ვიქცევით. სასოწარკვეთილება და შინაგანი იწროება იმის გამომხატველია, რომ ჩვენს ცხოვრებას ქრისტეს არ ვანდობთ. განამოციქული პავლე არ ამბობს, ჩვენ ყოველსა შინა ვიჭირვით, არამედ არა იწროებით გვიჩნს. ყველაფერი სიყვარულით, სიკეთით, სიმშვიდით, მოთმინებითა და სიმდაბლით მიიღეთ. კლდეს ემსგავსებოდეთ. და აი ყველაფერი ტალღებივით იმსხვრეოდეს თქვენზე და უკან მიიქცეოდეს, ხოლო თქვენ ურყევათ ეგოთ. მაგრამ თქვენ იკითხავთ და განა ეს შესაძლებელია. დიახ, ღვთის მადლით შესაძლებელია და მუდამ ასე ხდება. ხოლო თუ ყოველივე ამას ადამიანურად მივუდგებით, არაფერი გამოგვივა. ნაცვლად იმისა, რომ თქვენზე ყველაფერმა უარყოფითი გავლენა იქონიოს, შესაძლოა, რომ ამ ყოველივემ ნეტარება მოგიტანოთ და გაგაძლიეროთ მოთმინებასა და რწმენაში. რადგან ყოველი გარემომცველი წინააღმდეგობა, ყველა სიძნელე, ეს ჩვენთვის წვრთნაა. საკუთარ თავს ვიწვრთნით მოთმინებაში, სუგრძელებაში, მორჩილებაში. ერთ მაგალითს მოგიყვებით. ერთხელ ჩემთან ერთი კაცი მოვიდა და თავის ცოლზე შემომჩივლა. მე ვეუბნები, ნუ თუ ასეთი ბრიყვი ხარ. და განა ეს სიბრიყვეა, მამაო, რასაც გეუბნები. დიდი სიბრიყვეა, შენს ცოლს ძალიან უყვარხარ. კი, მაგრამ ის ამას და ამას მაშინ რატომ იკეთებს? ის ასე აკეთებს, რომ შენ განიწმინდო, მაგრამ შენი თავი ამას ვერ იტევს.
მრისხანებ და ნაცვლად განწმენდისა საკუთარ თავს ტანჯავ. იმ კაცს რომ მოთმინება და მორჩილება ჰქონოდა, მაშინ საკუთარი თავის განსაწმენდელად ხელსაყრელ შემთხვევას არ დაკარგავდა. მოთმინება დიდებული საქმეა, დიდებული სათნოებაა. ქრისტემ თქვა, მოთმინებითა თქვენითა მოიპოვნეთ სულნი თქვენი. უკვე თუ მოთმინება არ გექნებათ, მაშინ თქვენ სულს დაკარგავთ. სულის მოსაპოვებლად კი მოთმინება უნდა გაგაჩნდეთ. მოთმინება არის სიყვარული და უსიყვარულოდ მოთმინებას ვერ შეძლებ. მაგრამ ეს რწმენაზეც არის დამოკიდებული. სინამდვილეში ჩვენ ურწმუნოები ვართ, რადგან არ ვიცით ღმერთის განგებულება. თუ როგორ გვათავისუფლებს უფალი სიძნელეებისა და მწუხარებებისგან. ევედრეთ ღვთისმშობელს. ღვთის სიყვარულისთვის წინასწარ განწყობა რამდენადმე ტკივილსაც შეიცავს. როცა სულიერი ცხოვრების სურვილი გვიჩნდება, მაშინ ტანჯვასაც განვიცდით, რადგან ნივთიერზე ყოველგვარი მიჯაჭვულობა უნდა მოვიკვეთოთ. მაგრამ როცა საკუთარი თავის ან სხვების სიამოვნება გვსურს, მაშინ რასაც ჩვენ გავცემთ, ეს სიყვარულია და ეს მოქმედებაა. ეს არის სულიერი ძალა, რომლის ნაწილი ამაზეც იხარჯება, მაგრამ აუცილებელია ყურადღება წესრიგისა და თანმიმდევრობის დასამყარებლად და კიდევ დაფიქრებაა საჭირო, თუ ვიზე გავხარჯოთ იგი. ღმერთზე წუხილი თავის თავში სიხარულს მოიცავს. ადამიანი მისი წყალობით წარემატება. ეს განცდა ადგილს არ უთმობს სულის გამხრწნილ დამთგუნმელობას. როდესაც მორჩილება გაქვს, მაშინ არ ითურგუნები, ხოლო ეგოისტი ნებისმიერი მიზეზით ძლიერ მწუხარებას ეძლევა. მორჩილი ადამიანი კი თავისუფალია ყველასგან და ყველაფრისგან დამოუკიდებელია. ეს კი მხოლოდ ქრისტესთან ერთობით არის შესაძლებელი. ყოველი გრძნობა და ღვთის კანონთან თანხმობაში მოქმედებდეს. მზად იყავით ნებისმიერი ადამიანის თავგამოდებით მსახურებისთვის. სწორედ ეს არის თავისუფლება. სადაც სიყვარულია, თავისუფლებაც იქ არის. ღვთის სიყვარულში ცხოვრებით, თქვენ თავისუფლებით ცხოვრობთ. ეჭვიანი და მერყევი ადამიანი ღმერთს განცდის. სოლომონ ბრძენის თქმით, ღმერთს ისინი ჰპოვებენ, რომელნი არა განცდიან მას. ღმერთის გამცდელი კი ის არის, ვინც რწმენაში ეჭვობს, მერყეობს, ან უფრო უარესი, ვინც უფლის ყოვლად ძლიერებას და ყოვლად სიბრძნეს წინაღუდგება. ჩვენი სული არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს უფალს და არ უნდა ამბობდეს, რატომ გააკეთა უფალმა ეს, ასეთნაირად და სხვა ისეო, ნუ თუ სხვაგვარად არ შეიძლებოდა რომ გაეკეთებინაო. ეს ყველაფერი შინაგანი სულმოკლეობის და წინააღმდეგობის მაჩვენებელია, რაც საკუთარ თავზე ბევრი ფიქრის გამომხატველია, ჩვენი ამპარტავნებისა და უზარმაზარი ეგოიზმის მაჩვენებელია. კითხვა რატომ ძალიან აწვალებს ადამიანს და იმას წარმოშობს, რასაც ერში კომპლექს უწოდებენ. მაგალითად, რატომ ვარ ძალიან მაღალი, ან პირიქით, რატომ ვარ დაბალი. ამას ვერ იცილებს ადამიანი, თუმცა იგი ლოცულობს, ღამისთებებსაც აღასრულებს, მაგრამ ეს ყველაფერი კიდევ უფრო უღრმავდება. იგი იტანჯება, ნაწყენია და გულძვირი, მაგრამ უშედეგოდ. ხოლო ქრისტეს შემწეობით მადლის მიერ მსგავსი განცდები ადამიანისგან გადის. ადამიანის შინაგანში ღრმად იმყოფება ეს რატომ, მაგრამ ღვთის მადლი განაბრწყინებს ადამიანს. ადამიანის კომპლექსი თუმცა კი ფესვია, მაგრამ ზემოთ ვარდის ბუჩქი იზრდება მშვენიერი ვარდებით და რაც მეტად მორწყავთ მას, რწმენით, სიყვარულით, მოთმინებითა და სიმდაბლით, მით მეტად შესუსტდება ბოროტება და არსებობას შეწყვეტს. ანუ ეს კომპლექსი კი არ ქრება, არამედ ჭკნება და რაც უფრო დიდხანს არ მორწყავთ ვარდის ბუჩქს, მით მეტად გახმება იგი, დაჭკნება, დაიღუპება და ეკალს გამოიღებს.
მაგრამ ღმერთის განცდას არა მარტო კითხვა რატომ და წინააღმდეგობა წარმოაჩენს, არამედ ღმერთს მაშინაც გამცდით, როდესაც მას რაიმეს ვთხოვთ, ხოლო ჩვენი ცხოვრებით მისგან შორს ვიმყოფებით. როცა ღვთისნებას არ ვასრულებთ და ვევედრებით, მაშინაც გამცდით უფალს, ანუ როდესაც ღვთივსაძულელ ცხოვრებას ვეწევით. ერთი მხრივ სტრესში და შფოთში ვართ და მეორე მხრივ უფალს ვევედრებით. მაძღარი სტომაქი მახვილ გონებას ვერ წარმოშობს. ბოროტის დევნით წმინდანი ვერ გახდებით. თავიანებეთ ბოროტს, ქრისტეს უყურეთ და ეს გიხსნით. ადამიანს წმინდანად ყოფს ქრისტეს სიყვარული, მსახურება, რომელიც გამოუთქმელია და აუწერელი. ადამიანი ქრისტეს სიყვარულით ცდილობს მოღვაწეობას და გარჯას. არც ერთი მოღვაწე არ გამხდარა წმინდანი 8 წლის და ასკეტური წვრთნის გარეშე, სულიერად ამაღლება ვერავინ შეძლო. მოღვაწეობაა საჭირო, სულიერი წვრთნა ეს არის მეტანიები, ღვიძარება და სხვა, მაგრამ ამას იძულებით არ უნდა აღასრულებდეთ, არამედ ყოველივეს სიხარულით უნდა ვიქმოდეთ. საქმე არც მუხტდრეკაშია, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ და არც ლოცვებში, არამედ თავგანწირვაში, ქრისტეს მგზნებარე სურვილშია, სულიერის წყურვილშია. მრავალი ამ ყოველივეს ღვთისთვის არ აღასრულებს, არამედ თავად ღვაწლისთვის, ხორციელი სარგებლისთვის. ხოლო სულიერი ადამიანები ამ ყოველივეს სულიერი სარგებლისთვის, ღვთის გულისთვის აღასრულებენ და სხეულით დიდ სარგებელს იღებს, არ სნეულდება. მუხტდრეკის, მღვიძარებისა და სხვა სახის ღვაწლს შორის მარხვაც არის. მაძღარი სტომაქი მახვილ გონებას ვერ წარმოშობსო, წმინდა მამებისგან მსმენია. წმინდა მამათა ყველა წიგნი მარხვაზე საუბრობს. მამები შეგვაგონებენ, რომ არ მივიღოთ ძნელად მოსანელებელი ცხიმები, დამამძიმებელი საკვები, რადგან ისინი როგორც სხეულს, ასევე სულს ვნებენ. წმინდათა თქმით, ცხვარი ბალახს რომ ჭამს, იმიტომაც არის ასეთი მშვიდიო. ნახეთ რას ამბობენ, ცხვარი ვით არისო. მაშინ როცა ძაღლი და კატა ყველა ხორცის მჭამელია და ეს ყველა ცხოველი მხეცია. ხორცს ადამიანისთვის ზიანი მოაქვს, ხოლო მცენარეული საკვები ხილი და ამისთანა სასარგებლოა. ამიტომ საუბრობენ მამები მარხვაზე. ისინი ბევრის ჭამას კიცხავენ და იმ სიამოვნებასაც, რომელსაც ადამიანი ჭამით იღებს. ჩვენი ტრაპეზი უნდა იყოს უბრალო, დიდი ყურადღება არ უნდა დავუთმოთ მას.